საქართველოში ახალი წელი ორჯერ აღინიშნება, ორჯერ აღნიშნვის ტრადიცია ორი კალენდარული სისტემის არსებობამ გამოიწვია. ტრადიციულად ძველით ახალი წელი უფრო საოჯახო დღესასწაულია და ნაკლები პომპეზურობით აღინიშნება. ყველა ოჯახს ძველით ახალი წლის აღნიშვნის თავისებური ტრადიცია აქვს. როგორ ხდება დღესასწაულს აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრი დროს რეპორტაჟში. სამთვის ტასოხონც უკვეს რატომ ფუსფუსებს მისი დედა სამზარეულოში და მას კიატელში ან კიდევ მამის ხელში უწევს ყოფნა. პოლიტიკოსი მამა კი დარწმუნებულია, რომ შორს არაა ის დღე, როდესაც ტასო სამზარეულოში დედას კონკურენციას გაუწევს. ნასტასია რო გაიზრდება, აი შემდეგ იქნება უკვე ოჯახში კონკურენცია, რომელი უფრო უკეთესად მოამზადებს. ასე იშდება ნელ-ნელა და მალე გახდება ალბათ იმხელა, რომ მამის მოუწოდოს კალა. ახალი წლის ერთ-ერთი ტრადიციული კერძი ჯერ კიდევ მზადებაშია. სალათ ოლივიემდე კი სუფრას ისამშვენებს, რომელიც აჭარის ყველაზე ახალგაზრდა კანონმდებელს უყვარს. ამიტომაც ახალბედა ოჯახის დიასახლისი ასეთი თავდაჯერებულია. ჩემი აზრით რაღაც ცუდი დიასახლისი არ არის. ვაკეთებ ხოლმე ყველაფერს. ეხლა ვცდილობ ყველაფერი გავაკეთო ისეთი, რაც სუფრას უყვარს. ეს არის პირველი, რასაც ვცდილობ. და მე ის რასაც ყველა ოჯახში აკეთებენ, ნუ გოზინაყი რა თქმა უნდა. სუხოს ძალიან უყვარს თათმის ხორცი და ამიტომ თათმის მწვადი აუცილებელი ატრიბუტია ჩვენ ოჯახში. 30 წლის სუხან ღლონტისთვისაც ამ ახალწელს ოჯახში აღმოჩნდა ისეთი საქმე, რაშიც ის თავს დილეტანტად მიიჩნევს. არ მიყვარს დალევა და მეტყობა ალბათ გახსნაზე და რადგანაც გარისკას შამპანურსაც ამიტომ მიერთმევს. მიზეზი კი ბევრი აქვს. გამორჩეული გასული წელი ჰქონდა. შექმნა ოჯახი, გახდა მამა და მოიგო არჩევნები. ღლონტების ოჯახში სრულწმენების არ სჯერათ, თუმცა დღესაც მეკვლედ ახლონათესავ მათეს ელოდებიან. მისი ფეხადობა გასულ წელს გამოიცადა. აი ეს არის ის ტრადიცია, ბუნებრივია, რომელსაც ალბათ არ დავარღვევთ, იმიტომ რომ მათი აღმოჩნდა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის. ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრ სასიკეთოს დაუდო, ასე ვთქვათ, საფუძველი. ტასო ჯერ ვერ გამოხატავს იმ სიხარულს, რომელიც ამ დღესასწაულს ახლავს. ვერც ის გააპროტესტა, რატომ მორთეს მშობლებმა ჩიჩილაკი ევროპულად, თუმცა ახალი წელი მისთვის უკვე გამორჩეული გახდა. გვერდით ჰყავს ყველაზე საყვარელი ადამიანი. მოდით ჭკლინა, რა გავაკეთეთ, ზღაპრები მოვყეთ? მოვყეთ პერადი ზღაპრები თუ არა? მოვყეთ. წავიდით ზღაპრებში, ჩვენ ზღაპრებში მოგზაურობთ ხოლმე. ღლონტების ოჯახი სახალწლო ტრადიციას ერთად ყოფნის პირველივე წელს ნერგავს და ამიტომაც გოზინაყი ჩურჩხელა სუფრაზე უკვე არის. მე მინდა რომ ყველა ქართველის ოჯახში იზეიმებოდეს ახალი წელი მართლად ახალი წლის განწყობით და არა იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ამიტომ ზეიმობდნენ ხოლმე. მინდა რომ ყველას ეზეიმებოდეს, ყველა იყოს ბედნიერი, რაც მთავარია გაერთიანებული. ძველით ახალი წელი 22 წლის რუსა ანანიაშვილისთვის რომანტიკასთანაც ასოცირდება. ახსოვს წინა ახალ წელს უზარმაზარი თაიგულით მოვიდა ჩემთან ოჯახში და არ დამოვიწყდება არასდროს. განმეორდება თუ არა მსგავსი რომანტიკა ჯერ არ არის ცნობილი, თუმცა ძველით ახალი წლის დადგომამდე ახალგაზრდა პოლიტიკოს ჯერ კიდევ აქვს დრო, ის რაც კარგ მოგონებად იქცა, კიდევ ერთ ტრადიციად აქციოს.